ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიცია ქართული ოცნების პროპორციული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ვინაობა ცნობილია. სიის პრეზენტაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართა. არცილ ხაბაძის განცხადებით პარტიული სია კანდიდატთა გამოცდილებისა და დამსახურების გათვალისწინებით შედგა. ირაკლი ჭეიშვილი, ირაკლი ჩავლეიშვილი, თამაზ თურმანიძე, კობა ჩხეიძე და თენგიზ აფხაზავა. ხუთეული ასე გამოიყურება. სახელმწიფო გუნდის პროპორციულ სიაში 3 ქალბატონია. პირველ ათეულში კი მხოლოდ 1, 6 მაისის პარკის დირექტორი ნატალია ზოიძე. მასთან ერთად ათეულში დიმიტრი დარჩია, მამუკა ჯაში, პარმე მგელაძე და დავით ანანიძე არიან. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვია. შერჩეული იქნა კოალიციის მიერ დამსახურების მიხედვით ყველა მაჟორიტარი, ასევე სიაც, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ გამოცდილება, ბევრი ჩვენი გუნდის წევრი, მაჟორიტარი და პროპორციულ სიაში ვინც არის გამოცდილი თვითმმართველობაში ნამუშევარი და გამოცდილი კადრი, ასევე არის ახალგაზრდები, რომლებიც ერთად, ასე ვთქვათ, გამოცდილება და мотивация სიახლე ერთად იქნება წარმოქმნილი. ასევე გავითვალისწინეთ ყველა პროფესია თითქმის. ამომრჩევლის ხარდაჭერის იმედი, რა თქმა უნდა, მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ 25 პედაგოგიურ მოწელი, პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწეოდი და ბუნებრივია, ჩემი ყოფილი მოსწავლეები, სტუდენტები, კურსანტები მხარს დაუჭერს ქართული ოცნების წარდგენილ კანდიდატებს საკრებულოში. ალბათ საკმაოდ გამოცდილება დამიგროვდა, იმიტომ რომ მიუხედავად ჩემი ასაკისა და ახლობით 5-6 წლიანი გამოცდილება მაქვს, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდი 3 წლის განმავლობაში, მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდი, შემდგომ უკვე ვიყავი დაკავებული პოლიტიკური საქმიანობით, გახდეთ წინაარჩევნებზე საარჩევნო შტაბის იურისტი და წელს უკვე გადაწყვიტა გუნდმა, რომ ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩემი თქვათ პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ იმისთვის, რომ შევიდე საკრებულოში და გავუწიო შესაბამისი საქმიანობა საკრებულოს სრულყოფილი მუშაობისათვის.